გადაცემის სპონსორია Village 11. ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის. Village 11. კორეული ხარისხი PSP-ში. ძვირფასო მეგობრებო, ბრუნდებით ეთერში და ჩვენი გადაცემის სტუმარია. გთხოვთ სალმოთ აწუხე გათავისუფლებული ბატონ ნიკოლოზ კაცია. ნიკა კაცია, ნიკა ბედნიერი კაცია. ბევრი სახელი ქვია ნიკა და მინდა მოგილოცო რა არის მოსალოცი. როცა აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე მართალი იყავი, მაგრამ ნუ ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ ნებისმიერი ერთი ადამიანიც რო გამოდის ეს სიდისის პატიმარი, ყველა ძალიან დიდბედნიერებას ხო, ესეთი უცნაური სიხარულია, იმიტომ რომ აი დედაჩემი და მე როცა ველაპარაკებოდით ჩემს კოლეგებს, მე სახლში მისვლის დროს გადავახვია და ყველაფერი ვნახე და დაემთხვა რომ სულ სხვადასხვა ადგილას ვიდექით ერთმანეთს ფიზიკურად არ გვესმოდა და ორივე თქვით ერთი ამბავი და ეს ერთი ამბავი არის ის რომ სევდანარების სიხარულია, იმიტომ რომ მე არ მომწონს უკანონოდ დაპატიმრებული ერთი ადამიანიც და ამასობაში გამოვდივარ და ჩვენი ონისე ცხადაზე უნდა ყოლოდა სტუმრად, მაგრამ ნუ ონისე არა უშავს მალე მე მომიტევე რაღაცნაირად აი უბრალოდ დოლურიდან მე ამომიღეს რა სასწაული ვიცი რომ მაგალითად საერთოდ არ ისეთი საქმე გქონდა რომელიც საერთოდ სასაცილო არ არის ყველაზე მძიმე საქმე შენზე მოიფიქრეს ანუ ფაქტიურად რამდენ წლიანი საშიელზე გიმზადებიან ესე იმეორებდნენ 8-დან 20-მდე ან ულადო ეხლა შენ ალბათ გიყურეს ეხლა აბა მოდი ახლა სუსი გიყურებს ამ კაცს რა მოუფიქროთ ახლა შეხედე რამდენი ტატუ აქვს შეხედე ცოტა გამხდარიც არის ცოტა ისიც ხო რა მოუსოთ ჯიბე იმით წამლით ხო ეგეთი რეალურად ეგ ფსიქოლოგია ეხლა ძალიან კარგი იყო ის მიმიკა რომელიც დავიჭირა შენში და ოღონდ კარგი რატო იცი რომ აი დაახლოებით მართლა ესე უყურებდნენ რომ აი პირობითად ვამბობ, რა ცოტა ქიმიკოსებიც არიან თქო ესე ვამბობ, იმიტომ რომ თან მიხვდა ეს გაითვალისწინეს ჩემი ეს ბაბლი და წრე, ვისთანაც კომუნიკაცია, ანუ კარგად ქექეს, ხო ესე ცოტა მოჭუტული თვალი, ცოტა გვერდიდან, ანუ გაჯი ჩაუდოთ თუ გაჯი, იმიტომ რომ მე არ ვიცი ის ნივთიერებები, რასაც ეგენი იქ ხო წერენ და სხვა საქმეებშიც და აი გაჯიჯობია თუ უფრო აი რაღაც მათეთრებელი, ანუ იქნებს სარეცხის, აი დაახლოებით აი ამ მათემატიკით საბოლოო ჯამში რა ჩაგიდეს? პატივისცეს, მან მივდივარ, პატივისცეს მთელ იმ საზოგადოებას, ვისთანაც მე მაქვს კომუნიკაცია და ანუ აი მთელი აი ამ საზოგადოების პატივისცემით, რომ იქ ვიღაც წამყვანია, ვიღაც იუმორისტია, ვიღაც მსახიობია, ვიღაც ინჟინერია, ვიღაც ექიმია ჩემთვის გაიმეტეს კოკაინი. თან ოღონდ როგორ გაიმეტეს, იცი, წიხლით, ანუ მართლა პირველ, აი წიხლით, იმიტომ რომ იქ ციხეში ბრალაღიარებული ადამიანები ამბობდნენ, რომ ცნობილ ბარიგებს არ ქონიათო და აი ვინც აღიარა თავის 14 გრამი. ოღონდ ეს 14-ის ისეთია, უნდა ვთქვა აუცილებლად, იმიტომ რომ პირველივე სხდომაზე ვთქვი, აი ეტყობა ცოტა მოდუნებულები იყვნენ, შეიძლება აი ვისკით ხელში, უბრალოდ დაეზარათ ფიქრი და აი ქოცების არის 41 და მოდი აი უბრალოდ შემოაბრუნეს. ან იმ მომენტში იმდენად არაფხიზლები იყვნენ, რომ პირიქით დაინახეს. აი შეხედეს და მიხვდი 41 ვეღარ, ანუ აი ცოტა აიჭრნენ მან და იცი რა უნდა კითხო, ანუ 14 გრამი. სახლში ხო აპირებდნენ მე მგონი გეგმა იყო ესეთი. გეგმა როგორი იყო, ანუ რა? დედაჩემი იყო სახლში, მას შემდეგ რაც მე მაკა ჩიხლაძეზე სასიკვდილო თავდასხმის კადრების ნახვის დროს გამოვედი სახლიდან და მას შემდეგ რაც ტაქსში თავზე დამახტნენ, ოღონდ არ იფიქრო ის რომ არანაირი გადაობა არ არის. ტაქსში გამოვიძახე, ჩავჯექი ტაქსში, კარი გამოიღო და დამახტა თავზე ადამიანი. შიგნით შემოაცვიდნენ. მე ჩავთვალე რომ ეხლა რაც ვნახე, ანუ მაკას როგორც დაესხნენ თავს, ანუ ეს სერია გრძელდება ეხლა ყველა უბანში. ანუ ტუშკები გონია. კი, ამასობაში ერთ-ერთი გვერდზე მჯდომისგან გრძნობ სასმისუნს და თან ხვდები რომ აი ლუდით კი არა მაგალითად კონიაკით თრალია. ოღონდ აი არ ქვია ამას ნასვამი არ ქვია, აი მთრალი უკვე ვერ მივხვდი რა ხდებოდა, იმიტომ რომ ეს იმდენად არაფხიზელია, რომ ჩემი ერთი ზედმეტი მოძრაობაც რეალურად შენ ცემას ელოდები, ხო? ველოდები ცემას, უნდა ცემონ და ამასობაში მიდის უკვე აი გამოგლეჯა ტელეფონის, ვიღაცის იღლიაში, მაგ უკვე თავიდან სრულიად არასასიამოვნო მდგომარეობაში ვარ და თან აი როგორ გითხრა, იმდენად აქტიურობენ, რომ იმიტომ კი არა რომ ზოგადად აი გინდა არ გინდა მოკლედ ისტრესები ამის თქმა მინდა და ამ დროს უკვე მიდის უკვე ფრაზებიც რომ სახლში ვინ არის და დედა და მარტოა დედა და კი და დროზე აი დაგაზეთ რაღაცა ეს ტერმინი მახსოვს და უკვე დავიწყეთ ნერვიულობა იმაზე რომ ეს ამდენი მინიმუმ 8 რო შევარდეს ანუ ქალია ასაკშია ანუ რეალურად წამლის ჩადებას აპირებდნენ სახლში მე ვფიქრობ რომ კი რამდენიმე წუთში აი შეიძლება 1 საათამდე მონოკვეთში მე უკვე დავინახე ერთ-ერთის კამარზე აი მხრიდან რომ მოდის მოკლედ იარაღი რომელიცაც უკვე რაღაცა გამოვრიცხე თითქოს ვერსია რომ აი ტიტუშკები იქნებ არ გადავიფიქრობ რომ პოლიციელია კი ბატონო და ნახე უკვე იქ წავიდა რაღაც მინიშნებები რომ ერთმანეთს უყურებენ აი ექსტაზი აი გვერდულად ესე პირ აი
პირის ნახევრად გაღების პოზიციაშიც არის, აბსოლუტურად გვერდულად ტუჩი რო ტუჩს არ ცდება და ეს ექსტაზი გავიგე. ერთი პირველი ეს პასაჟი ქონდათ ექსტაზი და აი მანდ გაჩნდა ჩემი ექსტაზი ჩაუდო თუ რა ჩაუდოთ, ანუ ეგ ამბავი. ხო, რომ ანუ შეთანხმება, ხო, ექსტაზი თუ აი რო უფრო მძიმე თუ უფრო არ ვიცი ხო მათთვის რა როგორანაირად და ანუ უნდა ჩამიდოთ, თქო და გთხოვთ არ ჩამიდოთ, თქო, ანუ მე მგონია რომ ჩადება საერთოდ არ არსებობს. ანუ აი ყველა ხელისუფლების დროს ხო გვესმის მუდმივად რომ არაჩადებას ის კრიმინალი არ არის, ეს კრიმინალი არ არის, არ მინდა სახელები ჩამოვთვალო და გავუღვიო ვინმე ძველი ისტორიები, მაგრამ მგონია რომ აღარ ხდება, ანუ იმდენად აღარ ხდება. ანუ შენ იმდენად ის ეხლა ესენი გაარკვევენ რომ დობაში ხარ შესული პოლიციელი. ჩვეულებრივად ხო, იმიტომ რომ მე პოლიციელს ვიცი რომ მიმართავს. ენდობი მათ პატიოსნებას, ანუ გაიცნო ჩემი უფლებები, არ დამაზარულო. მიხვედი კაი მაშინ სიტყვაში, ხო, გაყოფილებაში. შენ ალბათ ფიქრობ თავიდან რომ წამალი კი არა შეიძლება რაღაც ადმინისტრაციული ხარ დაჭერილი, ხო? ანუ მალევე გაგიშვებენ. უარესი. მე საერთოდ არ ვფიქრობ რომ რამენაირად ვარ დაჭერილი. მე მგონია რომ ამათ შევეშალე ვიღაცაში. იმიტომ რომ ეს სახელს ხო იმეორებდნენ მუდმივად და მე გადავარდნენ და კი ეხა გავარკვიეთ და ხო არა 1 საათში წახვალ და ანუ 1 საათში წახვალ. ხათაშორის მინდა გითხრა რომ ონისეს ხადაძე ეგრე დაიჭირეს. ანუ ეუნებოდ კი არ გიჭერთ, რაღაცას დაგესაუბრები და ხო და ეს იყო ეხლა შეიძლება ესე ცოტა გავაკულტურულო და რაღაცნაირად გავუფრთხილდა პირდაპირ ეთერს. იყო ესეთი ფრაზა რომ საჯდომში წიხლი და წახვალ სახლში. და მე ველოდები საჯდომში წიხლს სოვობთ აი ოპლა ჩოდი და დამარტყით. ხო, აი რაღაცა ბავშვობაში ხო იყო რაღაც კედელთან უნდა დამდგარიყავ რომ ვინმეს არ მოეცხო რაღაც იყო ვიცი იმ სახე არ ვამბობ უბრალოდ რუსულად მომიწევს მე რა თქმა და ამიტომ პრინციპულად არ ვამბობ რუსულ სიტყვას და ამასობაში ისევ წამოიწია მივედით იმ შენობაში და დედა მარტოა ხო ანუ ისევ დააზუსტეს და დროზე რამდენჯერ გითხარით და ეგრევე დავინახე სცენა რომ ეს ექსტაზე შეიძლება გამოიტანონ ვაგონებით ოღონდ ვაგონებით სახლიდან არა უბრალოდ ვაგონით მიაგორონ სახლთან ეს დედაჩემი სანამიქ ერთი გაართობს მეორე შეზიდავს სამასობაში ამ ვაგონს განალაგებს მაგალითად ამდენივე იფიქრე კი ყველაფერი გამოავსებენ ყველაფერი მგონია რომ გათვლილი ქონდათ და აი ბედათ ის გასაღები აი მართლა სამყაროს იმდენად უყარო რომ ის გასაღები ჩატყდა ეს იყო რეალური შიში ერთი რომ დედაჩემი არ დაეშავებინათ და უცებ არ გამეგო იზოლატორში რომ ესკობარელი დედა რო ყავს აი ეს ჟურნალი აი მართლა მაგას ველოდებოდი და დედა რო ყავს აი თავი რომ მაქვს მთელი ცხოვრება რომ რაღაც ჩემი სამეგობრო წრე და ბანდ ერთი ამბავია ხო ნუ შენ ადგონს ის უფრო სუბუქად უყურები ის ფოტო ხო იცი ფქვილი როა დაყრილი და ის ცნობილი ფოტო ჩაწოლილი და პაჩინო რო არის კი ბატონო ბევრი მთა რო არის აი დაახლოებით ეს სცენა წარმოგიდგენია ოღონდ დედაჩემის თავი სათვალით და ხო დაგაუგნებული რო იყურება და აი რეალურად შენი ეს ტესტი დაზიანება ნუ პროპაგანდისთვისაც ჭირდებოდა ხო იმიტომ რომ აი შენ აქციაზე ახლა ნუ აი ნარკობარიგები მე ერთადერთი რას ვეთქვი ვიცი? არის ეგეც. პროპაგანდა, რაზეც მუშაობდა, ტროლებით, ბოტებით და ვიცით რომ არ ვიცი, ოფისები აქვთ და არც კონდიცირების სისტემა აკლიათ განსხვავებით ციხისგან და არაფერი. ფაქტი არის ის, რომ რუსული კანონის შემოbrunებიდან მალევე დაიწყეს მუშაობა იმაზე, რომ ვიღაც სუბიექტები მიდიოდნენ პარლამენტის შენობასთან, იყვნენ ნარკოტიკული თხრობის თუ როგორც ითქმება, სტორი როგორც არის ესე და ისინი მე სხვებსაც უმასპინძლებოდნენ მაფინებით კი არა, ან მაგალითად ხაჭაპურებით კი არა და ანუ აი ამ რაღაც საშუალებებით მე ესენი გიждდებოდნენ, ანუ ეს საზოგადოება მთელი აქციაზე მყოფი მთელი ანუ 300,000 კაცი რო იყო მაგალითად ევროპის მოედანზე, ეს 300 კაცი მე გიждდებოდა, იმიტომ რომ ვიღაცამ ჩამოუვიგა ჩუპაჩუპსივით და ვაშლივით ეს რაღაცა ნარკოტიკული საშუალება და მე გეგმავდნენ აი დანგრევას და დაღეჭვას ჩვენი ქვეყნის ქუჩების შენობების და ნაგებობების თუ რაღაც და აი ეს პროპაგანდა დიდი ხანი მე სხვათა შორის მაბრალებენ რომ ვცემე უკვე სასაცილოა ხო? აი ეს არის ანეკდოტი. ნიკუშა კაციან პოლიციელის სცემა. ნიკუშა კაციან პოლიციას გაუწია წინააღმდეგ. მაღლობელმა სცემა ის კაცი ლამ სიკვდილის პირას მიიყვანა. ცოტა ხანი რატო ვერცები? აი ხო, მზიას პატივისცემა რა თქმა უნდა და რეჟიმის ყველა წვეს, მაგრამ მზიაზე ერთი პერიოდი რას ველოდი იცი, შეიძლება გამოგვიცხადონ რომ მზია არ არსებობს. დაახლოებით ასეც ველოდი პროპაგანდისგან, რომ ანუ ეს ყველაფერი ხალხო იყო ჰოლოგრამით დამონტაჟებული, ასეთ ეს არის მართლა ამ რეჟიმში არიან და აი მაგიტომ მოკლა კაცი კაცო. უბრალოდ ხო და დავაგდე ანუ როგორ გადარჩებდი დღემდე ის გებო იმიტომ გადადგა რომ თვითონ ვეღარ ჯანმრთელობა ვეღარ უწყობდა ხო მე როგორც მე მაქვს ინფორმაცია აი ჩიტებს რომ ამბები დააქვთ საერთოდ ლოყა გამოიცვალა გამოცვალეს ეს ხედავ სპეციალურად ლოყა გამოიცვალა აი ეს ლოყები ხო რო იყიდება რომ შეგიძლია მიიმარჯვო კერდი პრესი ეხლა აქ სხვა ლოყა და ეს ლოყა არის უფრო მედეგი
უფრო მედეგი და უფრო მყარი, რომ აი უფრო ძლიერ მოქნევაზე გაუძლოს ნებისმიერ მძიმე გამოიწერეს. ანუ როგორც ასეთი, ანუ ნარკოტიკი, ანუ შენ ჯიბეში ჩაგიდეს და მე ამოგიღოს თუ საერთოდ არ ჩაუდიათ. ვანო, მე ჩემი თავი თხოვნა იყო, რომ მოწიეთ პროცესზე, თქვი, მოწიეთ ეგ რაღაც, რაც პარკში დევს, იმიტომ რომ აი ამ ხელა იყო ძალიან ბევრი. მაგრამ ფიზიკურად აი ხლა ცოტა ისეთი ვიწრო სტილის შარვალი მაცვი არის. ამ მდგომარეობაში ეხლაც აი არ ვიცი, ბეჭედი რო ავიღო, ესე ვერ ჩამიდებ. ანუ ამასობაში ვამბობ, უნდა ჩატენო თან ისე რა, უნდა ამაყენო, უნდა გამკოჭო. ჯიბეც გამობერილი უნდა ქონდეს, რომ დადიო. უნდა გქონდეს. რომ ივლი ეს ჯიბე გამობერილი უნდა იყოს. ანუ ნახე აქ კიდევ ერთი შეურაცხყოფა მომაყენეს. მათ ჩემი ეს რაღაც სენსორები, რომელთაც მე შეგრძნება მაქვს რა ახლა. ხო. ანუ ესეც დამიქვეითეს, ანუ უგრძნობიც გამომიყვანეს ყველაფერთან ერთად, რომ მე ვერაფერს ვერ ვუძნობ, ვერაფერს ვერ ხვდები, ანუ სრულიად იდიოტი გამომიყვანეს, რომ მე ანუ აი ეს აქ მაქვს და ვერ ხვდები და თან შვიდად ვდგავარ. თან მე მივყვები ყველაფერზე, იქ უფროსთანაც ანუ ესეთი ვარ რა, იმიტომ რომ ესკობარის ოჯახში და ანუ აი ყველაზე ჩემთვის ყველა საინტერესოა რომ ეს პოლიციელებს რომ ბოლომდე ენდობოდი. ანუ რომ ესენი შენ ცუც არაფერს გაგიკეთებენ. ანუ ხო, იმიტომ რომ მე ეს არის ჩემთვის ყველაზე აი ანუ იმდენად ანუ მარტივად შეგიძლია რომ ადამიანებს ასაკში ძალიან ხوار ვწდები თუ ანუ მე და შენ და მილიცია ხო გავიარეთ. ხო და ანუ შენ გონია რომ ეს ეხლა დღეს პოლიცია არის იმდენად ის არის შენ ეხლა კანონს როგორ დაარღვევენ აქ ეხლა პასუხი ყველას. ანუ ხალხო მართლა გეუბნები, აი როგორი იმედგაცრუება, იცი და კედელთან შეჯახება და მაგიტომ ამბობ, რომ პოლიტიკური კუთვნილება და ჩემი პოლიტიკური გემოვნება კი არა, ანუ პოლიციელი აკეთებს იმას, რისგან დასაცავადაც მგონია რომ არსებობს პოლიციელი. მართლა გამკინოა ხო ხა მეცნიერება სიმპლიციცილია და როგორ შეიძლება ეს მე მაკადრონ თუ რა შეგრძნებები ქონდა რა იყო ხო ნახე ამას ხო ლაპარაკობ და სად დასკვნით სიტყვა რო წაიგითხა პროკურორმა იქ უკვე მე გამიჩნდა ამბიცია რომ ანუ ამდენი იწვალეთ ანუ რა გააკეთა პროკურორმა იცი არაფერზე არ ილაპარაკა აი იცი როგორია ეხა იქ წინასწარ უკვე ნაყინი მინდა აი შვილმა რო გითხრას და ყელი რო ტკივა და შენეუბნები რომ მამა მოდი ნაყინი ვჭამოთ ერთ კვირაში და აი უფრო ყელი აღარ გეტკინება და იმას რომ აინც აი ამ რეჟიმში ეხვეწებოდა პროკურორი მოსამართლეს რომ გთხოვთ დაიჭირეთ გემუდარე აი ამ რეჟიმში მართლა დამხობილი უხლებსა და მაგდენი მე არ მიხვეწნია არ ვცემოთ თქო ერთხელ თქვი რომ იმედი არ ვცემ არა კაცო ვინ უნდა გცემოს იქ იყო ესეთი და ცოტა მოდარბაისო და ციხის ამბები მაინტერესებს გადავიდეთ ციხეზე ციხის ამბები აი პირველ როგორ საკანში იჯექი პირველად ვიჯექი თანერთად რა ამდენი ადამიანი იჯექით როგორი პირობები ჰქონდა ტელევიზორი რას უყურებდი ესე იგი რა იყო შენი დღის დაკავებიდან შესახლებას ესე ეძახიან карантинს რასაც ეძახიან, მოკლედ მანდ არის საშინელი ანტისანიტარია და მე ამას ყველგან ყოველთვის და ნებისმიერ ეპოქაში რომ მათ შორის карантинიც არ უნდა იყოს ის სივრცე, სადაც ადამიანის მაგივრად უნდა გაიცნოს ჯერ ვირთხა ან ტარაკანი, ანუ არ უნდა იყოს ეს სივრცე. ჩვეულებრივ მაგითაც კი, იყო. აი ეს ჩვეულებრივ. ანუ აი ეს გიყურებენ, ანუ სადამდე გაუძლებდა, ეხლა წამებას უტოლდება ნებისმიერ შემთხვევაში, იმიტომ რომ შეიძლება ნორმალური იყოს, რომ აი მეზობელმა შეწამლოს სამზარეულო და გესტუმროს ერთი ტარაკანი. ნუ კარგი 10 მაგრამ 100-ზე მეტი და მე უკვე თვალს რო ვეღარ ახერხებ, იმიტომ რომ უბრალოდ ის თავზე გადადის ამბოს აქედან იმ საცეცეს გიქნევს, რომ რა შვები როგორ ხარ. მოკლედ ორი ღამე ვიძინე ტარაკნებთან და ვირთხებთან და მე წამიყვანეს. რა წამიყვანეს, მგონია რომ შედარებით სადღაც უკეთეს გარემოში, ოღონდ იქ აღმოჩნდი მე ვეძახი კლასიკურ შპიონებს, მოკლედ ისეთ ადამიანებს, იმიტომ რომ ეს ამათი კითხვების რაოდენობა სულ ჩართული ქონდათ პუტინი და პუტინზე ლოცვა რო დავინახე, ანუ მართლა როგორ არ გავძვერი იმ გიზოსებში და ძალიან ცუდად არ დავამთავრე ცხოვრება, არ ვიცი, იმიტომ რომ ჩემთვის აი ისეთი წითელი ხაზია. მე როგორც გავიგე, არ ვიცი, რეკლამა არ გამოვიდეს რაღაც კომპანია და მითხრას ხოცურია, იმიტომ რომ იქ რო დაიჭერ, ანუ რო დაასკანერებ, ანუ სერჩზე რო გაუშვებ დაპროგრამებაზე ტელევიზორს, პირველს იჭერს აუცილებლად იმედს, ანუ გამორიცხულია, რომ სხვა რამე დაიჭეროს და ეს იმედი ხო ყველა ვიცით თუ არის. ეს იმედი რომ ის იმედი არ არის, ხო ვიცით. თან არც მინდა რომ წაგვართვან ის იმიტომ რომ იმედი კარგი რამეა ადამიანისთვის და მართლა არ უნდა შევწიროთ იმედ წყალებში ნაძეჟდას პირველი იმედი ამოვაკვირდო. მე მოდიოდა ის GDS. მე მოდიოდა რუსული არხებიც იყო თუ არა? რუსული არხებიც. და ამაზე მქონდა დიდი პროტესტი. ანუ ყველაფერი National Geographic, ანუ ეს პაკეტები ეტყობა, რასაც ყიდულობს ეს კომპანია, რომელზეც მითხრას რომ კოცურია, ყველაფერი მოდის რუსული დუბლირებით. და ნუ არ არის სასიამოვნო ეხლა რომ ჩართავს CNN-ს მაგალითად და ხო, ოღონდ ეს არ იყო შემთხვევით შერჩეული
არხების არც თან მიმდევრობა და მათ შორის არც ის, რასაც უყურებდი და ну, რა თქმა უნდა, ესეც სამაგალითოდ ამ შემთხვევაში ნახე, აი ქოცები სად ფუჭდებიან. ეხლა მაგარი რაღაც მომივიდა, ეს უნდა ვთქვა. ანუ იმედი დაესვათ პირველზე, თუ რასია პირველი კანალი, ალბათ ბევრი იფიქრეს. და ნახე როგორი უცნაური ამბიცია, ანუ იმედი, რომელიც ემსახურება რაღაც რუსულ მიზნებს და ქვეტექსტებს და სცენარებს. ანუ მაინც იმიტომ მე მგონი რომ პირდაპირ ჯობდა რომ დაესვათ ანუ თავიანთი აუდიტორიისთვის ის რასია პირველი კანალი რაც არის ის. ანუ აზრი და მე იქ წავიდა რომ აი აქციებზე ვინც გახარ და ამათი ისე, ამათი დედა, იმათი მამა, მოკლედ ეს გინებით და ციხეში ისხდნენ ციხეში და აქციების წინააღმდეგი. კი ბატონო. და ამაზე მე მქონდა ესეთი ფრაზა რომ რაღაცნაირად იქნებ თავი შეიკავოთ თქვენ იმიტომ რომ იქ დგას დედა ჩემი, იქ დგას ჩემი ძმა, იქ დგას ჩემი მეგობარი. და ვთვლიდი ეს, ჩემი კოლეგა, ჩემი თანამშრომელი, ყოფილი თანამშრომელი და აი ხო იცი ცოტა ესე მძიმედ ესე აი ამომხედეს ერთმა გადახედა მეორეს და უთხრა რომ იქნებ თავი შეიკავო იმიტომ რომ ანუ გაიმეორა ჩემი სიტყვები რა უბრალოდ ამას ეთყობა ცოტა მეტი წონა ქონდა შპიონაჟში ამასობაში იქ ვიღაცები მომიგზავნეს და ისა ნაცებისკენ ხარ აი დაახლოებით ამ ტონალობაში ერთ-ერთ გასვლაზე სასამართლოში ანუ თან ხვდებიან რომ ამაზე არ იძებები მოხდა პირიქით ეხლა მე მან გადავწყვიტე რომ ცუდი რაღაცები უნდა ვაკეთო ოღონდ ეს ცუდი უნდა იყოს კანონიერი დავიწყე რაღაცების შემჩნევა რომ მაგალითად ხაჭო და არაჟანი ვიღაცისთვის არის ისეთი რაციონი, რომელიც უნდა მიიღოს აუცილებლად. თან ახლა ციხეში ყოველდღე არავინ არ მოგიტანს ამას. თქვი რომ ხაჭო მოვიდეს ხაჭოთ და არაჟანი მოვიდეს ისე როგორც არაჟანი, იმიტომ რომ შეიძლება ეხლა ვარ ხაჭოს ხასიათზე, მერე ვარ არაჟნის. ანუ ნურევთ ხო? ანუ ნურევთ, იმიტომ ცხოვრება ხო ამირიეთ. აქ მაინც მაცადეთ ხო ხაჭო. ხო. რეკავდი აუცილებლად ხელხაზეთ, მართლა ყველაზე მეტი შეტყობინება თუ ვინმესგან შევიდა ჩემგან. ყველა მობილიზებული ყავდა. მობილიზებული ყავდა. მართლა ვამყარებდი. საქმის მოსაკნე ადამიანებიც შეულებრივად იღებდნენ იმას. ნახე რაც მოხდა იქით მიხვდნენ რომ მე არ და ესეც უნდა ვთქვა რომ ამათ უნდა დათქვათ ჩემი სახელი გაევრცელებინათ როგორც ვინმე ინტრიგანი ნიკუშა კაციას. და სინამდვილეში იქ მე სასამართლოებზე პატიმრები რომლებიც ხედავენ ერთმანეთს სვამდნენ კითხვას რომ ნიკამ რა მოითხოვა და ისინი ეუბნებოდნენ მოითხოვა ის რომ შენ კონდეს სააბაზანოში ჩამოსაკიდი მაგალითად აი კურიერი რო იგვიანებს ეგრე იყავი ხო იქაც რო აი რატომ იგვიანებთ კი ზუსტად აბაზანაშიც რო შეხვედი საშხაპეში ალბათ იქაც ძალიან პრეტენზიული იქნებოდა აი აბაზანაში ველოდებოდი რას იცი რაღაცა მოზაიკა მართლა ეგრე ველოდებოდი თან უზამთარია და ველოდები ახლა შეევალა აი ამას რაღაცას მაისურს გავიხდი და გადავფენ მე აქ ჩამოვკიდებ მაგალითად პირსახოც იქ დავდებ რაღაცა პირად ნივთებს ნუ საპონს შამპუნს ასე და ასე რაღაცა ხო უცებ რას ვხედავ აი პატარა მილი ჭერზე აი მილი ოღონდ რკინის მილი საიდანაც მოდის აი კერხერს ხოიც ძაბოლომდე რო აუწევდა რომ აი კარგად რო გადაატარებ დანაგვიანებულ ეზოს ისეთი და პირდაპირ ოთ ესე ბრგულად მოდის პირდაპირ ხო ის გამჭოლად რა აი ანუ რო შევდექი ჩვეულებრივად ანუ თავის ნაწილი რაც დამიზიანდა თმა რომ არ მაქვს იქ დამიზიანდა ანუ ის რაც გამცვივდა ანუ და იქ ხო იცი რა გეხეთქებოდა ეს წყალი ერთი ზოლად ამას რო ითხოვდი რას გეუბნებოდნენ იცი აი თავის მასაჟის რა მასაჟისთვის ანუ შეიძლება ვერ გამოგიტანონ იქიდან ცოცხალი და თან ის ერთ-ერთი ჩემზე ტანით სიმაღლით პატარა რომელიც იყო გავხედა იმას უბრალოდ მაინტერესებს რომ იმას ბევრით მაქვს თავზე და მგონია რომ ის თმის საფარი გადაარჩენს და თურმე არა ანუ იმ კეთილ ადამიანსაც ვერანაირად ვერ შეუძლია რომ იდგეს აი ამ ჭავლის ქვეშ, იმიტომ რომ ამას და ეს ქონდა მთლიანად წითელი. ეს კისერი? კი და სარკე მოკლედ რომ დავიმიზნე, მეც გაწითებული მქონდა და ფიზიკურად ვერ ვდგებოდი იქ და მოვითხოვე ესეც. ოღონდ იმდენი ვიყვირე ამაზე რომ მოიტანეს ის რაღაცა მრგვალი მოუჭირეს რაღაცა ლარი ყველაფერი ერთლარად მაგ მაღაზიაში ხო შეიძლება ვინმე მართლა ესე მომიდი წავიდეს მოიტანოს და ну აი გვეღირსა რაღაცა სამი ოღონდ ცივ წყალშიც მაბანავეს და მე ესეა კაცო ეგ არის ეგ ტემპერატურა ამ დროს შენ შეიძლება ძალიან ცხელი გიყვარს მე შეიძლება უდნაგვრილი მაგრამ დეკემბერზე ვლაპარაკობთ ხალხო ყველაფერი ისეთი ძალიან საინტერესო იყო უბრალოდ ბოლოსკენ მინდა ერთი ისეთი კითხვა დაგისვა ხა ჩვენ ხო დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს და მე შენ გიცნობდი და ამდენი ტატუ ну არ მახსოვს რა ახლა 35 წლის ვიყავ მოკლედ პირველი ტატუ რო გავიკეთე ანუ მე მიაყოლე და მიაყოლე თუ რა კეთე აი ხეცი როგორც იმათმა მიაყოლეს
ჩემ ჯიბეში რაღაცები ჩადებოდა და საქმეში ფურცლებით, აი ესე მივაყოლე, ხო, ერთი გავიკეთე და მივიყვა და მიყვა. ძალიან ბევრი, კი. ხო, ჩვენ დიდი ხანი მუშაობთ ერთად და ვიცით უკვე, ვიცით. დიდი მადლობა. ჩემგანაც მიიღე კეთილგანცდობა. ხო, და მინდა წარმატებები გისურვო, მინდა გისურვო, აი, რა ვიცი, ყველაფერი საუკეთესო ცხოვრებაში. ასევე მთელთან გუნდს ონის ეს მალე დაბრუნება ვუსურვო, და ყველა იმ ადამიანს უსურვო. ყველა იმ რეჟიმის ტყვეს, ვისაც რეჟიმის ტყვე ქვია და სულ ამბობ და რაღაცნაირად მინდა რა, აი, მოკლედ ვიტყვი ძალიან, პატიმარი არ გამოიყენო თქო სიტყვა, იმიტომ რომ მე ეს ჩემი ბრძოლის უნარი რო აღმოჩინე, თურმე უფრო მეტი მაქვს ვიდრე მეგონა, წამოვიდა ზუსტად აქედან, რომ აი თუ არ ეგუები ტყუილს, აი შენში იღვიძებს დიდი ლომი. და ეს დიდი ლომი რო გაერთიანდება, მე დინოზავრს ვერავინ ვერ დაამარცხებს. და აი ყველა მინდა რომ საკუთარ თავში იპოვოს იმ სიმართლიდან, რომელიც რეალურად აქვს, არსად არ გვაქვს ეს მოსაძებნი, რეალურად მართალი ადამიანები ვართ, ან მართალი ადამიანების ხომ უნდა ისმოდეს ყველგან. აქაც ჩვენს ლომებსაც უსვოთ მალე გამოსვლა და ქალებს ნიკა კაცია იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ფასტელი მაყურებელი. დიდი მადლობა. გადაცემის სპონსორია Village 11, ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის. Village 11, კორეული ხარისხი PSP-ში.